როცა სამყაროს ვუმზერთ და ვცდილობთ ჩავწუდეთ მის წესრიგს, ხშირად გვეჩვენება, რომ ყველაფერი ქაოტურად, ყოველგვარი ლოგიკისა და მიზნის გარეშე ხდება. თუმცა, ეს ხედვა ეწინააღმდეგება იმ შინაგან იდეალიზმს, რომელიც თითეულ ჩვენგანში ბუდობს. ასეთი პერსპექტივა უიმედობის განცდას ბადებს, რადგან საკუთარ თავს ცხოვრების თეატრის უსუსურ მაყურებლებად აღვიქვავთ. მაგრამ ნუ თუ ეს მართლაც ასეა. თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, სრულიად განსხვავებული სურათი იშლება. სურათი, რომელიც მიზეზისა და შედეგის ბევრად უფრო მჭიდრო და იდუმალ კავშირზე მიგვანიშნებს. იმის მაგივრად, რომ სამყაროს პრობლემები ბრმა შემთხვევითობას მივაწეროთ, შეგვიძლია დავინახოთ კანონზომიერება, რომელიც ბუნების უზენაესი კანონების დარღვევაში იღებს სათავეს. ეს კანონები, სინამდვილის ქსოვილში ჩაქსოვილი უხილავი ძაფებივით, ჩვენი არსებობის თვით არსს განაგებენ. ისინი ურყევი ხელით წარმართავენ კოსმოსს და მოვლენათა მიმოქცევას აწესრიგებენ. ამ კანონების გააზრება და მათთან ჰარმონიაში მოსვლა ქაოსში წესრიგის აღდგენის გასაღებია. არა იმით, რომ სამყარო ჩვენს ნებას დავუმორჩილოთ, არამედ იმით, რომ შემოქმედების დიად სიმფონიას აუწყოთ ხმა. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ბედისწერის ბრმა ახირება კი არა, იმ უნივერსალურ პრინციპებთან მიმართებაში გაკეთებული არჩევანის შედეგია. უნდა ვაღიაროთ ჭეშმარიტება, რომ ამ აფორიაქებულ სამყაროში ჩვენი პრობლემების უმეტესობა დაუგეგმავობისა და იმის შედეგია, რომ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს ვკარგავთ. ცივილიზაცია თავისი იდეალური ფორმით პროგრესის შუქურა უნდა იყოს, კაცობრიობის საერთო გამოცდილების გაუმჯობესების მძლავრი მექანიზმი. თუმცა, ამბიციებისა და კონკურენციის მორევში პიროვნული ღირსების არსი ხშირად უკანა პლანზე გადადის. ჩვენ იმდენად შეგვიპყრო პირადმა გამორჩენამ და წარმატებისკენ დაუცხრომელმა სწრაფვამ, რომ დაგვავიწყდა საერთო კეთილდღეობის ერთიანი ნაქსოვი. თითქოს გადაგვავიწყდა, რომ ცივილიზაციის ჭეშმარიტი მემკვიდრეობა არა მატერიალურ მიღწევებშია, არამედ მის წიაღში მყოფი თითოეული ინდივიდის დაფასებისა და ამაღლების უნარშია. საკუთარი თავის შეცნობის გზა პიროვნული ღირსების სულის ხელახლა გაღვივებაზე გადის. ჩვენი ურთიერთკავშირის გაცნობიერება, უმაღლესი მიზნის ერთგულ მესაჭეებად გაერთიანება, აი რა არის იმ ცივილიზაციის ნიშანი, რომელიც საერთო კეთილდღეობის საძირკველზე შენდება. როცა ჩვენი ამბიციების ძაფებს ერთიანი, ჰარმონიული საზოგადოების ქსოვილში ვრთავთ, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მთელი სამყაროს იდენტობის შეცნობისკენ დგამთ ნადიჯს. ამ გაურკვეველ მღრიე დროში ხშირად ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებისეულ დანიშნულებაზე. რა გვევალება ამ რთულ სამყაროში? ეს კითხვა, რომელზეც საუკუნეების მანძილზე ფიქრობდნენ მოაზროვნეები, სწავლულები და მაძიებლები. ზოგიერთი შვებას იმქვეყნიური ცხოვრების იდეაში პოულობს, სამყაროში, სადაც ამქვეყნიური ტვირთი და ტკივილი უკვალოდ ქრება. თუმცა, ცოდნისა და თვითშემეცნების დერეფნებში მოგზაურობისას სხვა ჭეშმარიტება იბადება. არსებობა დროის წამიერი გაელვება კი არა, ზრდისა და შემეცნების მარადიული მოგზაურობა. ეს ხედვა გვაიძულებს პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს არჩევანზე, რადგან ის დროის დინებაში ტალღებივით ეხმიანება და წარუშლელ კვალს ტოვებს სინამდვილის ქსოვილზე. ეს არის მოწოდება, დავადგეთ ეთიკური კონტროლისა და პიროვნული ზრდის გზას, რათა გაცნობიერებული არჩევანის ცეცხლში საკუთარი ბედი თავად გამოვჭედოთ. შიში, ეს მრისხანე აჩრდილი,
რომელიც ყველაზე მამაც გულებსაც კი მოსვენებას არ აძლევს, ხშირად უცნობის ბნელი წიაღიდან იბადება. მისი საცეცები ჩვენს ფიქრებს ეხვევა და შფოთვასა და გაურკვევლობას ბადებს. მაგრამ რა თუ შიში მხოლოდ არასწორად გაგებული ძალაა, აღქმის მიერ შექმნილი მირაჟი. იდეა, რომ სამყაროს ბუნებრივ წესრიგში შიშის ადგილი არ არის, ჩვენს წარმოდგენებს ცვლის. როცა შიშს არსში ჩავწვდებით, ვხედავთ, რომ ის სიცრუის ბურუსიდან და გაუგებრობათა ქსელიდან იბადება. მისი ფესვები იმ ზღაპრებშია, რომლებიც ბოროდ ძალებსა და უხილავ მტრებზე გვიყვებიან. მაგრამ, როცა შინაგან სამყაროში ვიწყებთ მოგზაურობას, როცა საკუთარი თავის სარკეში ვიხედებით, ჩვენ ვპოულობთ იმ ბორკილების გასაღებს, რომლებიც შიშის ტყვეობაში გვაქცევს. ეს არის მოწოდება ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ შეცდომებზე და დავივიწყოთ სხვებისკენ ხელის გაშვერა. როცა მზერას შიგნით მივაპყრობთ, ჩვენ თავისუფლების გზას ვხსნით. წარმოიდგინეთ უზენაესი საწყისი, რომელიც მთელი არსებობის საფუძველია. ძალა, რომელიც შეგვიძლია დიად გობელენს შევადაროთ, სადაც ყოველი გამოვლინება და დაყოფა ერთიან უწყვეტ ქსოვილში ჩართული ძაფებია. ეს პრინციპი, იქნება ეს ღმერთი, სიცოცხლე თუ უსასრულო გონება, იმ ტილოს ემსახურება, რომელზეც სინამდვილის შედევრი იქმნება. ამ უსაზღრო პანორამაში ყოველი ძაფი თავისთავად კეთილია და საერთო ჰარმონიას ემსახურება. და მაინც, როცა ამ სამყაროში მოვდივართ, ჩვენი აღქმა დაბინდულია. ჩვენ არ ვიბადებით იმ ერთიანობის სრული გააზრებით, რომელიც ყველაფერს აკავშირებს. ამის ნაცვლად, ჩვენ გვაკისრია ღრმა მისია, თანდათან გავშალოთ ჩვენი ცნობიერება და პიროვნული არჩევანის გზით ავიდეთ სათნოების კიბეზე. ეს სამყარო თავისი სირთულით ერთგვარ სკოლად, სამჭედლოდ იქცევა, სადაც ჩვენს მოგზაურობას განწმენდისკენ სწრაფვა წარმართავს. განწმენდის ეს მოგზაურობა სხეულის ფიზიკურ სისუფთავეზე ბევრად შორს მიდის. ის ჩვენი არსების სიღრმეებში იჭრება, ემოციების, ინტელექტისა და სულის ლანდშაფტებს კვეთს. ძველ ეპოქებში ამ პროცესს კვების რეგულაციებითა და ვარჯიშებით აღწევდნენ, რომლებიც შინაგანი ჰარმონიის მოპოვებას ისახავდა მიზნად. განწმენდა თავისი არსით არა უბრალო რიტუალია, არამედ ღრმა ტრანსფორმაციაა, რომელიც სამყაროს კანონების სიმფონიასთან გვაახლოვებს. ის გვთავაზობს გამოვძერწოთ ჭურჭელი, რომელიც შემოქმედების რიტმებთან რეზონირებს. ჭურჭელი, რომელსაც ძალუც დაიტიოს არსებობის ჰარმონიული ცეკვიდან მიღებული სიბრძნე. ამ მოგზაურობისას ჩვენ ძველი ბრძენების ჩურჩულს უერთდებით, რომლებმაც იცოდნენ უნივერსალური გეგმისა და ზეციური ნებისადმი მორჩილების მნიშვნელობა. კანონები, იქნება ეს ადამიანის ხელით შექმნილი თუ სამყაროს მიერ მოვლენილი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი რეალობის ფორმირებაში. როცა დროის დერეფნებში ვიხედებით, ვაწყდებით ჰამურაბის კანონებს, რომლებიც, როგორც სწამდათ, თავად ღვთაებამ უკარნახა მეფეს. ეს კოდექსი, როგორც მარადიული კანონების ანარეკლი, ადამიანური სამართლისა და სამყაროს ღრმა რიტმების თანხვედრის მოწმობაა. ამ დროებითი და მარადიული კანონების დელიკატურ ცეკვაში ფუნდამენტური ჭეშმარიტება იკვეთება. მარადიული კანონმდებელი, უსაზღრო სიბრძნითა და სიკეთით სავსე, კოსმოსის უზენაესი არქიტექტორია. ამ ჭეშმარიტების მსახურება და ბუნების კანონების დაცვა სიმშვიდისა და სიხარულის გზაა. ხოლო სიცრუესა და უმეცრებასთან კავშირი უბედურების თესლის თესვას ნიშნავს. მიუხედავად ადამიანური უგუნურებისა, იმედის ნაპერწკალი მაინც არსებობს.
სწორედ ის უმეცრება, რომელიც ნეგატივ სასაზრდოებს შეიძლება სიბრძნედ და სიყვარულად გარდაიქმნას. სამყაროს მომავალი, როგორც ჩანს, იმ ადამიანების მხრებზე დგას, რომლებიც ბედავენ წარსულის შეცდომების გამოსწორებას და თავიანთი ქმედებების კოსმოსის მარადიულ პრინციპებთან ჰარმონიაში მოყვანას. ისტორიის მანძილზე ძალაუფლებისკენ სწრაფვა და სხვების გაკონტროლების სურვილი ყოველთვის წარუმატებლობისთვის იყო განწირული. ამ დაუცხრომელი ბრძოლის ფონზე ერთი ჭეშმარიტება მაინც ურყევად ჟღერს. ბუნების კანონები მოკვდავთა ახირებებს არ ემორჩილება. რაოდენ გრანდიოზულიც არ უნდა იყოს ამბიცია, ღვთაებრივი კანონები უცვლელ სვეტებად რჩება. სწორედ ამ სინამდვილის ქსოვილში ვლინდება ჭეშმარიტი სიდიადე, არა სხვების დაპყრობაში, არამედ საკუთარი თავის ფლობაში. დიადი გეგმა, ბედისწერის ხელით ნაქსოვი რთული ქსელი, ისეთ სამყაროს ხატავს, სადაც ღირსება იმარჯვებს, ყალბი ფასეულობები იშლება და ავთენტურობა მეფობს. ეს არის ხედვა, რომელიც მოგვიწოდებს ვიყოთ საკუთარი თავის ერთგულნი და არსებობის ქაოტურ დინებებში ვიცუროთ იმ მარადიულ რეალობასთან მტკიცე კავშირით, რომელიც ყველას და ყველაფერს აერთიანებს.